რამდენი ხანი გაგრძელდება ომი უკრაინაში? ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა იმ დინამიკის გათვალისწინებით, რა დინამიკასაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალყურს. ანუ იმ დინამიკის გათვალისწინებით, რომ არც რუსეთს შეუძლია და უნდა და უკრაინასაც არ უნდა ერთგვარად ამ მდგომარეობით მოლაპარაკებების დაწყება. დიახ, უკრაინას უნდა, განა არ უნდა, ამას როგორ ვამბობ, გასაყურველია ვცდები და ასე შემდეგ, მაგრამ უკრაინას არ შეეპუება რუსეთის მიერ ტერიტორიების ნაწილის ოკუპირებას და აი ამ დინამიკით თუ გაგრძელდება ომი, რამდენი ხანი გაძლებს უკრაინა, პირველ ყოვლისა ეს კითხვა დავსვათ და რამდენი ხანი გაძლებს რუსეთი. უკრაინას სხვა გვარი პრობლემები აქვს, რუსეთს სხვა გვარი პრობლემები აქვს, ორივე ქვეყანას აქვს პრობლემები, ვინ უკეთეს მდგომარეობაშია ახლა, მე ჩემს მოსაზრებას არ მოგახვევთ თავზე, ამაზე არ ვილაპარაკებ, უბრალოდ დავეყრდნობი ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ომის კვლევარებს, ომის ექსპერტებს, სამხედრო ექსპერტებს, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინას თუ ასე გაგრძელდა, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპელები და ამერიკელები მას დაეხმარებიან ისე, როგორც ეხმარებიან და არა უმეტეს, ანუ დოზირებულად მისცემენ იარაღს, თუ გნებავთ ასე ვთქვათ, რა პრობლემა მაქვს? დოზირებულად მისცემენ იარაღს, რომ ის არ დამარცხდეს, საიმისოდ მისცემენ იარაღს. უკრაინას შეუძლია კიდევ 3-4 წელიწადი, ანუ 2025-ია ახლა, 2028, 29, 30 წლამდე ომიც კი საჭიროების შემთხვევაში კვლავ ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში სულ უფრო მეტი მოქალაქე გაჩნდება უკრაინაში, ეს უთუა, უდაოა, ვინც იტყვის, რომ დავიღალეთ, აღარ გვინდა ომი, შევეგუოთ იმ მდგომარეობას, ამ მდგომარეობაში არის ახლა ჩვენი ქვეყანა და დაუთმოთ რუსეთს ერთი პატარა ტერიტორია, ორი პატარა ტერიტორია, ორი საშუალო ზომის ტერიტორია, ერთი ყირიმი, ერთი დონბასი, რაც აქვს დაპყრობილი, ამგვარი მოქალაქეები გამოჩნდებიან ბუნებრივიც არის ომისაგან დაღლა საზოგადოებას და ყველა საზოგადოებას ახასიათებს განა არა მეტნაკლებად დემოკრატიულ საზოგადოებაში, ეხლა დიქტატურაში ომისაგან დაღრილ ჯარისკაცებს გაიყვანდნენ ხოლმე და დახრეტდნენ ადგილზე ოფიცრებს, ჯარისკაცებს, მოქალაქეებს, რიგით მოქალაქეებს. საბჭოთა კავშირის დროს, აბა ვინ გაბედავდა, არა გაბედეს, სხვათა შორის ესეც არის, მაგრამ ვინც გაბედა, კარგი მომავალი იმას არ ქონია, ცოცხლად უმრავლესობა მათგანი არ დარჩენილა, ვინც გაბედა და სტალინს შეუთვალა საბჭოთა რეჟიმს უთხრა, რომ აღარ შეიძლება ამდენი და ამდენი ადამიანის დახოცვა, ჩვენ დავიღალეთ, ასეთებიც იყვნენ, განა არა. უკრაინა თუ 3-4 და შესაძლოა 5 წელიწადიც გაძლებს, ეს ხომ თქვი, აი რუსეთი რამდენი ხანი გაძლებს იმის გათვალისწინებით, რომ სანქციები, რომლებიც მასზე არის დაწესებული, არ შემცირდება, არ გაუქმდება, არ შემცირდება და პირიქით, მეტი და მეტი სანქცია იქნება დაწესებული დასავლეთის მხრიდან. სხვა შორის სანქციები არ შეჩერდება და არ დასრულდება არც იმ შემთხვევაში, აქვე ვიტყვი, თუ ხვალ, აი პირდაპირ მნიშვნელობით ხვალ 7 სექტემბერს რუსეთის შლეგი ლიდერი პუტინი გამობრძანდება, გამოეთრევა და იტყვის, რომ დავასრულეთ სპეციალური სამხედრო ოპერაციაო, მაგრამ ამას რომ არც ამბობს, მისი გენერლები, სამხედროები, FSB-ს და GRU-ს მაღალ ჩინები, იმას რომ ამბობენ და იმას რომ მისკენ რომ უბიძგებენ პუტინს რომ არ დაასრულოს ომი, იმიტომ რომ ისინი ხო ხელს ითმობენ უმრავლეს შემთხვევაში ამ საომარი მოქმედებებისაგან, ამ ომისაგან. ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით. ხო და რუსეთი რამდენი ხანი გაძლებს მეთქი? ამის კითხვა მინდოდა დავსვი კიდეც ეს კითხვა და საერთაშორისო ომის სპეციალისტები, სამხედრო ექსპერტები, მცოდნენი ინსტიტუტები, კვლევითი ცენტრები, სხვები ამბობენ, რომ რუსეთსაც პრინციპში აი ამ დინამიკით 2-3 წლის განმავლობაში ომის წარმოება შეუძლია. მაშ რა არის ამ ომის შედეგი? როგორ გაგრძელდება ომი თუ ტრამპი რასაც ამბობს ის სიმართლეა? ანუ ტრამპი ამბობს, რომ აზრი არა აქვს, წაინსვლას ვერც ერთი მხარე ვერ აღწევს, ვერც ერთი მხარე ვერ მიიწევს არსებითად წინ აქ ერთ სოფელზე და სამ სოფელზე არ არის ლაპარაკი.
ვერც ერთი მხარე წინ ვერ მიიწევს, ფრე არის, ყაიმია. მაშინ რა აზრი აქვს ამ 7-1000 კაცის დახოცვას, განადგურებას კვირის განმავლობაში 40000, კარგი 30000, კარგი 25000 კაცი ხვდება კვირის განმავლობაში, 100000 კაცი ხვდება თვის განმავლობაში. ასეა სწორს ამბობს ტრამპი ამ ლოგიკით, რომ ვილაპარაკოთ მართლაც რა აზრი აქვს. მაგრამ ამბავი ის არის, რომ უკრაინამ სულ რომ მოინდომოს ომის დასრულება ხვალ 7 სექტემბერს, რუსეთი ომს მაინც არ დაასრულებს, იმიტომ რომ ჩვენ თელმა პოსტსაბჭოთა სივრცის უკლებლივ ყველა მოქალაქემ, რუსეთის მოქალაქეების ჩათვლით, აგრეთვე აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეებმა, აგრეთვე დასავლეთ ევროპის მოქალაქეებმა, შუაგული ევროპის მოქალაქეებმა, ლაჟვარდოვან ოკეან გაღმა ყოფმა შეერთებულ შტატებში და კანადაში მაგალითად მოქალაქეებმა, იაპონიის მოქალაქეებმა და კიდე რა ვიცი 210 ქვეყნის 8 მილიარდმა მოქალაქემ უნდა გაიგოს ერთი რამ, რომ ამბავი არის ამგვარი. რუსეთი არამც და არამც არას დიდებით არ ჩერდება მხოლოდ ყირიმზე, მხოლოდ დონბასზე, მხოლოდ ზაპოროჟიეს იმ ნაწილზე, რომელიც მას უკვე ოკუპირებული აქვს, თუმცა იქაც უჭირს, და მხოლოდ ხერსონის იმ ნაწილზე, რომელიც მას ოკუპირებული აქვს. მალორასიაზე რომ ჩერდებოდეს, მაინც არ უნდა დათმოს კიევმა. დასაკვირველი არ უნდა შეეგუოს იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ იურიდიულ საზღვრებზე გავიდეს საკუთარი ტერიტორიებისა, ანუ 1991 წლის საზღვრებზე და ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს პირველ ყოვლისა უნდა მოსთხოვოს, რომ როგორღაც 94 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით გათვალისწინებული უსაფრთხოების გარანტიები ამ ორმა ქვეყანამ და სხვა ქვეყნებმაც უნდა მისცენ და ამ პროცესში ვართ რეალურად, მაგრამ კიევის შესანიშნავად ხდება და მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს 8 მილიარდმა, რომ რუსეთი არ გაჩერდება და თუ დათმობ ეხლა, აუცილებლად შემოგიტევს ხვალ. მოფერიანდება და შემოგიტევს ხვალ. მოფერიანდება და შემოგიტევს ზეგ. მოფერიანდება და შემოგიტევს უხეშად, ცხადია, უტრირებულად ვამბობ, ვთქვათ ერთი კვირის თუ ერთი თვის თუ ერთი წლის თავზე. ეს ეხება სხვათა შორის უკლებრივ ყველა სახელმწიფოს, რომელიც წინააღმდეგობის თუნდაც მინიმალურ ზღვარზეა გასული რუსეთის ფედერაციასთან, ყაზახეთს, რომელსაც თითქოს არანაირი პრობლემა არ აქვს რუსეთთან, ყაზახეთსაც ეხება უკრაინა იქნება გადაყლაპული შესანსლული პუტინის მიერ და შესაბამისად შემდეგ ჯერზე იქნება ბევრი, ან უკლებრივ ყველა სახელმწიფო მოლდოვას ვიღა კითხავს ახლა საპარლამენტო არჩევნები ისე უნდა ჩატარდეს თუ ასე. პრეზიდენტი სანდუ პირდაპირ მნიშვნელობით აორთქლდება რუსეთის FSB აორთქლებს უხეშად ვუტრირებ ცხადია მართლა 3 საათში. თუ უკრაინა დამარცხდა და თუ რუსეთს მიეცა მანამდე შესაძლებლობა, რომ მთელი უკრაინის დაპყრობა მოინდომოს, განახორციელოს ეს ოპერაცია დაიწყოს, რუსეთი არ არის თანახმა ოდენ უკრაინაზე, ოდენ ერთ ნაწილზე უკრაინისა, ოდენ მთელ უკრაინაზე, ის ცდილობს პუტინი, რომ აღადგინოს სხვა სახელწოდებით საბჭოთა კავშირი, ეს უნდა ვიცოდეთ. აქვე მე გაგახსენებთ კი არა, გიამბობთ ერთ ამბავს, რომელიც ახლახად გავრცელდა და რომელიც სწორედ პუტინს ეხება და პუტინის იმ განცხადებებს, რომლებიც მან ბოლოს გააკეთა BBC-ს ინფორმაციით, პუტინმა ულტიმატუმი წამოაყენა პირდაპირ მნიშვნელობით. თუ მისი ყველა მოთხოვნა არ შესრულდება, ის BBC-ს ცნობით ომს გააგრძელებს. კრემლის პოზიცია დასავლეთთან მოლაპარაკებებში დაახლოებით კი არა ზუსტად ასეთია. დიახ, ჩვენ მშვიდობა გვინდა ისე რუსეთს რა უთხარი, იმიტომ რუსეთს არასოდეს ნომებია მშვიდობა სხვათა პირობებით, მოდი ასე ვიტყვი, მაგრამ მხოლოდ ჩვენს პირობებზე. თქვენ უარს ამბობთ ჩვენს პირობებზე, მაშინ მშვიდობაც არ იქნება. გავიხსენოთ რა არის პირობები. ეს არის პრაქტიკულად სრული დეუკრაინიზაცია, ანუ დემილიტარიზაცია უკრაინის, რუსული ენის პირველ ენად წამოწევა არა მხოლოდ უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც რუსულენოვანი მოსახლეობა სახლობს, და იურე უკრაინას გულისხმობ, ანუ დონბასში რუსული ენა რაში სჭირდება? ის ხო აღიარებული აქვს უკვე საკუთარ შემადგენლობელ ნაწილად და ხო დაპყრობილი აქვს, მაშინ რომელ მოთხოვნებზე გველაპარაკება პრეზიდენტი, ელაპარაკება პრეზიდენტი პუტინი, თუ უნდა რომ იყოს
დონბასში რუსული ენა პირველი ენა იყოს. უკრაინა რა შუაშია მისივე წარმოდგენით, მისივე ლოგიკას თუ მივყვებით, დონბასი, დონეცკის და ლუჰანსკის არის უკრაინის შემადგენლობაში, უკაცრავად რუსეთის შემადგენლობაში, ხერსონის და ზაპოროჟიეს არის რუსეთის შემადგენლობაში, ყირიმიც არის რუსეთის შემადგენლობაში. რომელი რუსული ენა უნდა დაკანონდეს და სად კიევში, რატომ უნდა დაკანონდეს? აქ რომ ვიღაცა შემოვიდეს და გითხრას რომ მე ეხლა ვიპყრობ აფხაზეთს და დაპყრობილი აქ და თუ გინდა რომ შენ დანარჩენი საქართველო არ დავიპყრო, შენ საქართველოში, თბილისში კონკრეტულად პირველ ენად უნდა გამოაცხადო რუსული. რატომ უნდა გამოაცხადო? ან რომელი ჭკუატყოფელი ხელისუფალი იტყვის რომ ხო ჯანდაბას ამოვიღოთ, არა, ქართული რუსული ოცნება იტყვის, მაგრამ იტყვის რასაკვირველია. ამოვიღოთ რუსთაველი და ჩავსვათ პუშკინი. პუშკინი იყოს მთავარი სასწავლი, მთავარი რასაც ასწავლის, მთავარი პოეტი, რასაც ასწავლის ქართული საგანმანათლებლო სისტემა ქართულენოვან ბავშვებს. რატომ უნდა გააკეთოს? ეს ხო ბიზინა ივანიშვილია და მოქცეულები იტყვიან ამას. ბიზინა ივანიშვილია და ბიზინიზმში მოქცეულები იტყვიან რომ რა დროს რუსთაველია ხალხო, რა დროს ვაჟა-ფშაველა, რა დროს ილია ჭავჭავაძე, ამ ილია ჭავჭავაძე ცოტა მოგვიანებით მიუბრუნდები კიდეც. თავარია იყოს მშვიდობა. ხო და პუტინს ეხლა ერთო საქართველოს დავარებოთ თავი, პუტინს აქვს ეს მოთხოვნა, რუსული იყოს კიევის სკოლებში მთავარი. რატომ უნდა იყოს? და მე ეს თეორია თუ სიგიჟე იმის თაობაზე რომ мы же единый один народ. ჩვენ ხო ერთი ერი ვარ და თუ ერთი ერი ხარ, მაშინ შენივე ერის ნაწილს როგორ დაარტყი? როგორ გადაანადგურე პრაქტიკულად ყველაფერი. ილია ჭავჭავაძეზე ვიტყვი ახლა ორ სიტყვას და მე განვაგრძობ პუტინის ამ ბოდვების ჩაკითხვას. დღეს კონტექსტშიც ვიტყვი მე ამას. იცით თუ არა, გუშინ გახდა ეს ჩემთვის ცნობილი და კონტექსტშიც ვიტყვი, აქ იგითხარით ამას. იცით თუ არა, რომ საგამოცდო პროგრამებიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული რუსული ოცნების განათლების მიმართულებით მესვეურებმა, ვინც წინაპლანზეა და ვინც მათ ზურგს უკან არის. მათ ზურგს უკან არის ვინ? გიამრღულია, ვასილ მაღლაფერიძე და სხვები. ამოიღეს ილია ჭავჭავაძის ბედნიერი ერი, ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი. ეს ამოიღეს, რომ იცოდეთ. ასევე ამოიღეს ვაჟა-ფშაველას ბახტრიონი. იცოდით? არ იცოდით. განვაგრძოთ პუტინის მოსაზრებების პოზიციების ჩაკითხვა. გამოცევა, ანუ BBC აღნიშნავს, რომ ეს შეურიგებელი პოზიცია რამდენიმე ფაქტორით არის გამყარებული. პირველ რიგში, კრემლი დარწმუნებულია, რომ რუსულ ძალებს ფრონტზე ინიციატივა აქვს, აბოლებენ პუტინს, ასე უნდა თქვა, საერთოდ დიქტატორებს აქვს ესეთი თვისება, რაც ელანდებათ, რაც ეჩვენ, რაც უნდათ რომ იყოს. ხო, მელას რაც ელანდებოდაო, როგორ არის? მელას რაც ელანდებოდაო, ის ესიზმრებოდაო თუ როგორც არის რა მნიშვნელობა აქვს. მოკლედ, ის იმას ასაღებს რეალობად. მით უფრო რომ ისი მლიქვნელი გენერლები და არა მხოლოდ გენერლები მიდიან და ეუბნებიან ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, у нас на фронте. დარწმუნებული ვარ ასეა. ისევე როგორც ბიზინასთან აირბენენ და ჩამოირბენენ ხოლმე კობახიძენი და სხვები და იტყვიან ბიზინა გრიგოლიჩ, ჩვენ ვართ ვიგებთ არჩევნებს, იგებენ, განა არა. ჩვენ ეს ოპოზიცია ვერაფერს ვერ გვაკლებს. ვერაფერს ვერ აკლებს, განა არა. ჩვენ და მე უკვე დაახლოებით ამგვარი რამ მიდის. ჩვენი ეკონომიკა არის ძალიან მაგარ მდგომარეობაში, კატასტროფაა ეკონომიკაში. გახედეთ და ეხლა მე მივმართავ ასე მაგალითად რა ქვია იმ ბრენდს ნიკორას და ასე მაგალითად მაგნიტის მესვეურებს თუ დამფუძნებლებს თუ ასე შემდეგ სხვა შორის მაგნიტის დამფუძნებელთა შორის ამდენადაც BBC ერთ-ერთი არის ქართული ოცნების წარმომადგენელი. მე მივმართავ მათ, გახედეთ რა ხდება თქვენს ქსელებში, სადაც 13-15 კაცი უნდა მუშაობდეს, 2 კაცია დარჩენილი. ნიკორას გახედეთ, ყაზბეგის გამზერზე ასე მაგალითად ბევრია ნიკორა. ნიკორას ქსელში დიდი მაღაზიები, ბევრი მაღაზიაა, ხო? ერთმანეთის მიყოლებით. კლიტი აქვს დადებული ყაზბეგის გამზირზე და დარწმუნებული ვარ სხვაგანაც ნიკორას მაღაზიათა ქსელის ცალკეულ წერტებს. რა შუაშია გეოპოლიტიკასთან? მეც გადავუხრიე რა, მაგრამ ეს იმიტომ ვთქვი, რომ ბიზნესაც აბოლებენ, რომ ეკონომიკა ყვავის, ეკონომიკა არ ყვავის, კატასტროფულ მდგომარეობაშია ჩვენთან. და აგე ორი ძალიან პატარა მაგალითი დავასახელე, ხა მაკროეკონომიკურ პროექტებზე რომ ვილაპარაკო, ალბათ შორს აგვიყვანს იმაზე, რომ 4 მილიარდის ინვესტიციაა გაჩერებული ქვეყანაში თურქული.
და აღარ ვლაპარაკობ დასავლური ინვესტიციას, რომელსაც გაჩერებულსაც ვერ ვუწოდებთ, იმიტომ რომ დასავლური ფირმები არ შემოდიან ჩვენს ქვეყანაში. აღარ ვლაპარაკობ ტურიზმის სფეროში და ბიზნესში, რა ქვია იმ გოგოს კაცს უმავიწყდება. ეკონომიკის მინისტრი როა. კიდე დამავიწყდა ვიღაცამ შევახსენა ამას და დამავიწყდა. პირმშვენიერი როა. კატასტროფული მდგომარეობა ის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო და მხოლოდ იმიტომ ვლაპარაკობ მასზე. ხო? და პუტინსაც აბორლებენ მერქი აკიკითხა. მას თავდაჯერებულობა შეჰმატა ფრონტზე ინიციატივა გვაქვს ამას ეუბნებიან და შეამა ეს მატებს თურმე თავდაჯერებულობას. ასევე არის ამერიკის საკითხი სამიტი ალასკაზე, სადაც ტრამპმა პუტინი მიიწვია კრემლის მედიამ იმ ნიშნად შეაფასა, რომ დასავლეთმა რუსეთის იზოლაცია ვერ შეძლო. ტყუილია. იმის გათვალისწინებით ეხლა ნახეთ სხვა რაკურსით დავინახავ ამ საკითხს. იმის გათვალისწინებით, რომ პეკინი შექმნის და ქმნის მეორე გეოსტრატეგიულ ცენტრს, ამის გათვალისწინებით შეერთებული შტატებისა და ევროპის დაახლოება პრაქტიკულად გარდაუვალია. ისედაც დაახლოებულნი არიან, იმიტომ რომ მარტო შეერთებული შტატები გაგიკვირდებათ და ვერ გაუმკლავდება, ხო უძლავრესია და ხო უამბიციურესია პრეზიდენტი ტრამპი, მაგრამ ევროპასთან ალიანსის გარეშე, ნატოს მეტი შეკვრის გარეშე, მეტი კონსოლიდაციის გარეშე, ჩინეთ, ინდოეთ, რუსეთ, პაკისტან და სხვათა ალიანს ვერ გაუმკლავდება. იქ კი არა, როგორმე უნდა გადმოკაჩონ თავისკენ დასავლეთმა უნდა გადმოკაჩოს თურქეთი, რომელიც ცოტა უკმაყოფილოც არის იმით, რომ ევროპა კლავაც არის ცოტა ზანტი მასთან მიმართებაში. განვაგრძოთ პუტინის თაობაზე ბოდვების კითხვა, ბოდვებისა, რომელიც პუტინს ეკუთვნის. როცა პუტინი სინათლეზე საუბრობს გვირაბის ბოლოს, ის რუსეთის გამარჯვების გზას გულისხმობს, რაც რეალურად მიუღწეველია. აცხადებს ამას ოღონდ გამოცემა. დიახ, ეს გამოცემა მართალია. და BBC არის ბევრ რამეს შეიძლება მიედავო ყველა მედია საშუალებას. მაგრამ BBC არის სტანდარტების ნამცველი და თავის ედიტორიალებში, თავის სუბიექტურ პოზიციებში იქაც არ კარგავს BBC და ბევრი გამოცემა აი ამ ობიექტურობის ხაზს, სწორ ხაზსან. ტრადიციების გამო, რეპუტაციას რო უფრთხილდება იმის გამო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იცით რამდენია ეგ რა მაგის პასუხია BBC-ს ბიუჯეტი? BBC-ს ბიუჯეტი არის რამდენიმე მილიარდი ფუნტი სტერლინგი. რომელშიც ასე მაგალითად, ეხლა რა თემაა, მაგრამ ასე მაგალითად კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაზე ისინი ხარჯავენ ასეულობით მილიონ ფუნტ სტერლინგს იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს. ხა ჩემ მეუღლეს, რომელიც მანათლებს ამასობაში, მას დავესესხები, რა არის ბაროკო, მაგალითად მუსიკაში, რა ეპოქაა ეს მუსიკაში. კარგით, BBC-ზე აღარ ვილაპარაკოთ, არც პუტინზე აღარ ვილაპარაკოთ, გაგიკვირდებათ და 100 წლის რომ იყო ჰენრი კისინჯერზე. აი რამ გამახსენა ახლა, რა ქვია, ნიკორაზე ვილაპარაკე. რამ გამახსენა ახლა და BBC-ზე ვილაპარაკე, პუტინზე ვილაპარაკე, ეკონომიკაზე ვილაპარაკე. რა და ჰენრი კისინჯერი 100 წლის იყო, ახლა ხან გარდაიცვალა. იმაზე ვილაპარაკოთ ახლა. იცით თუ არა თქვენ რომ ეს პრაგმატიკოსი კაცი, რომელიცაც ემოციის ნასახი არ ქონდა, ბზეჟინსკის არ იყოს, ემოციის ნასახი არ ქონდა. სულ მუდმივად ლაპარაკობდა წლების განმავლობაში, რომ უნდა არსებობდეს უკრაინის სახით სივრცე, რომელიც იქნება ნეიტრალური, ანუ ბლოკში არ იქნება არანაირში. ნეიტრალური იქნება და ეს და ამშვიდებს მსოფლიოს. თუ უკრაინა იქნება ნეიტრალური და მასთან დაკავშირებით შედგება რუსეთისა და დასავლეთის შეჯერება, შეთანხმება, თუ ეს იქნება სიმშვიდის გარანტი, არ იქნება საჯილდაო ქვა, დაახლოებით ამ ტერმინებით ლაპარაკობდა ბზეჟინსკი კი არა, ჰენრი კისინჯერი. თუ ასეთი იქნება, მსოფლიოს შედარებით დაწდება. ბოლოს ამგვარი მოსაზრებები მან გამოთქვა, გაგიკვირდებათ და 2014-ში ხო მოხდა ყირიმის ოკუპაცია. 2016-ში, 17-შიც კი. ბევრი სხვადასხვა ამის გამო აკრიტიკებდა სამართლიანობა სად არისო, ჰენრი კისინჯერს ეუბნებოდნენ. შენ ესოდენ გამოცდილმა კაცმა ხომ უნდა იცოდე, რომ
უკრაინას სადაც უნდა იქცავა, სადაც უნდა, რომელ ალიანსშიც უნდა და შენ კაცი რომელსაც ამას აქშიც კი გისმენენ, რატომ ხარ, რატომ გაქვს ესეთი ანტიუკრაინული პოზიციები? სისხლიანად აფასებდა ამ ყველაფერს, მის კრიტიკასაც, საკუთარ კრიტიკასაც სისხლიანად ხდებოდა ჰენრი კისინჯერი. ხოდა 2022 წელია, თებერვალია, 24 თებერვალი და რუსეთი თავს დაესხვა მორიგ-ჯერზე უკრაინას. კისინჯერის განცხადება არ გაუკეთებია. არც იყო მოსალოდნელი. მარტია, აპრილია 22-ის და ჰენრი კისინჯერმა თუ არ ვცდები ივნისში, ანუ გარდაცვალებამდე და ეხლა გადავხედოთ როდის გარდაიცვალა ზუსტად. ცოტა ხნით ადრე ჰენრი კისინჯერი 2023 წელს 29 ნოემბერს გარდაცვლილა. ანუ გარდაცვალებამდე 1 წლით წინახევრით ადრე მან თქვა რომ მე ვცდებოდიო. უკრაინა უნდა იყოს ნატოს წევრი, იმიტომ რომ უკრაინამ მოახერხა და რუსეთი გააჩერა უკრაინის გარშემო, უნდა შეიქმნას, უკრაინა და იყოს, ბოდიში, ესე ამბობს, უკრაინა უნდა იყოს აყვავებული ქვეყანა, რომელიც იქნება მორალური ორიენტირი დანარჩენი მსოფლიოსათვის და ჩვენ ხედავთ, რომ ამ ფასეულობათა ომში, ღირებულებათა ომში, ამ ომში წარსულს რუსეთსა და სიბნელეს რუსეთსა და მომავალ სინათლეს შორის უკრაინამ იძალა, გაძლო და გამარჯვებებსაც მიაღწია განაარა. ისე დაასუსტა რუსეთი, რომ კიდევ კარგა ხანი ვერ ამოძრება, ვერ დაუბრუნდება იმ მდგომარეობას რუსეთი, რა მდგომარეობაში იყო ის თუნდაც პუტინის პერიოდში ომის დაწყებამდე. ახლა ისევ დავსვათ კითხვა, ჰენრი კისინჯერსაც დავარებოთ თავი, ისევ დავსვათ კითხვა მას, როდის სრულდება ომი. რუსეთს ეიმედება, რომ ჩინეთი და ინდოეთი, განსაკუთრებით ჩინეთი მას ატმასკას მიცემენ, მას მხარს დაუჭერენ. ასეც არის, განა არა, მხარს დაუჭერენ. მაგრამ ვერც ერთ შემთხვევაში ჩინეთი ვერ დაეხმარება პუტინის რეჟიმს ისე, რომ ამ უკანასკნელმა უკრაინაში მიაღწიოს იმ მიზნებს, რომლებიც მას დასახული ჰქონდა. აი დასავლეთი კი ხვდება და ხედავს რა ეგზისტენციურ საფრთხეებს მის წინაშე, სწორედაც რომ ისე დაეხმარება მე ამასობაში მაგვიანდება. და ამას წერს სწორედ, ამგვარ სიტყვებს წერს სწორედ, ამგვარ აზრს ატარებს სწორედ ეს უპოპულარულესი და უსწორესი გამოცემა BBC. და მასზე ამ BBC-ზე გამახსენდა. მე აკი გითხარით, რომ მრავალი მილიარდი ფუნტია სახელმწიფოსგან მიცემული BBC-სათვის, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის, იმიტომ რომ მან სტანდარტი დაიცვას. მე არ დავასახელებ რომელიმე პოპულარულ მუსიკოს, რატომ გადავედი ხა ისე მუსიკოსებზე, მაგრამ მაინც რომელიმე მსოფლიო პოპულარობის მსოფლიო სახელის მქონე თანამედროვე პაპსა მუსიკოს, რომელსაც ისედაც აქვს შემოსავალი და ისედაც ახალგაზრდა თაობაში ვისახსენდება ბახი და მოცარტი. რას ლაპარაკობთ, რა ჰენდელი და რა ბეთჰოვენი. აღარავის აღარ უნდაო ვინმე იტყვის და მართალიც იქნებით, რა საკვირველია, როდესაც საზოგადოება ახალი თაობა კი არა, ჩემი თაობაც უფრო უსმენს და კვლავ არ ვასახელებ. მაგრამ აი თუ გნებავთ ერთ ჩვენს ბჭყალებში კომპოზიციას, შემოგთავაზებ ტრულაილას ფული, რათ უნდა იმას უფრო ხშირად უსმენენ საზოგადოებაში ჩვენთანაც, ვიდრე მეცხრე სიმფონიას. ასე მაგალითად, ხომ ფაქტია ეს. ცოტა ოჯახია, სულ უფრო ცოტა ოჯახია, ვინც მეცხრე სიმფონიას ასმენინებს შვილებს. ხომ ასეა ეს. ხოდა BBC-ის მედია საშუალებაა, რომელიც მრავალ ასეულ მილიონ ფუნტ სტერლინგს ხარჯავს იმისთვის, რომ კლასიკურ მუსიკასთან მიაბრუნოს საზოგადოება. მიაბრუნოს და იმ დონეზე მაინც რა დონეზეც შესანარჩუნებელია კლასიკური მუსიკის პოპულარობა თანამედროვე საზოგადოებაში,
ის მაინც უზრუნველყოს როგორღაც დიახ ეს ინექციაა, განა არა. ეს ხელოვნური ინექციაა, მაგრამ ხდება BBC-ს ერთი და ორი ბორდი კი არა, ბორდები, ბევრი ბორდი ხდება. ამ მიმართულების ბორდი რომ არ შეიძლება ჩაიკარგოს ბეთჰოვენი, ხო, ისევ მე-9 სიმფონიაში თუ დავრჩებით, ან ამნიშნულობა აქვს ვის დავასახელებ. არ შეიძლება. აი, ქართველობას რომ იცავს იმით რომ შალვა ემანთ კახიზი არ გათხოვდეს, ვინმე კონკრეტულს არ გულისხმობ. შალვა არ გათხოვდეს კახიზე. კონკრეტულს არ გულისხმობ. ბიძინა ივანიშვილი ქართველობას რომ იცავს და რომლის განათლების მესვეურებას აკი გითხარით ამოიღეს ილიას ბედნიერიერი საგამოცდო პროგრამებიდან ოღონდ ქართველობას იცავენ არ დაგავიწყდეთ. და არ გეგონოთ რომ ვაჭარბეთ, გადაამოწმეთ თავად ქართული ოცნების მომხრეებო, რომლებიც მე მისმენთ, რომლებმაც არ იცით რა არის ბედნიერიერი, რა დატვირთვის არის ბედნიერიერი, შალვა რომ კახიზი არ უნდა გათხოვდეს, ამაზე რომ ზრუნავთ დღენია და ყოველთვის. ბედნიერიერი ამოღებულია, მაგრამ ესეც არ არის, არა, ეს პრობლემა აუზარმაზარი, მაგრამ ახლა ისევ მუსიკას დაუბრუნდები, ისევ კლასიკურ მუსიკას დაუბრუნდები. ბიძინა ამ დროს პარალელურად დახურა რადიო არხი, რომელიც საკუთარ რადიო ეთერში უშვებდა მხოლოდ თავსებდა მხოლოდ კლასიკური მუსიკის შედევრებს. მე გულისხმობ რადიო მუზას. სამაგიეროდ ბიზნეს თან დაახლოებული არხებიდან ისმის პუტრირებ ტრულაილას ფული რად უნდა ან ვერა ივანიშვილის და კიდევ შევიძლია დავასახელო ცალკეული გაპოპულარულებული თანამედროვე ქართველი არტისტები, რომლებიც ჩემზე უკეთ მღერიან, განა არა, მაგრამ ჩემზე უკეთ სიმღერას აბა რა უნდა.